მოგესალმებით. ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გაუძღვები მე მაია ქესაური. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტი მისი ხმას ფარგლებში DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის სათემო რადიო ზეტი და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. დღეს სტუმრად ყვავს კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ზაზა მენაბდიშვილი, მომღერალი და ლოტბარი. მოგესალმებით ბატონო ზაზა. მოგესალმებით, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და დღეს ვისაუბრებთ, როდის დაიწყო და როგორ ყალიბდებოდა საესტრადო ანსამბლები და ამ ანსამბლების ჩამოყალიბების ისტორიაზე გვესაუბრება ბატონი ზაზა მენაბდიშვილი. დიდი სიამოვნებით მოგახსენებთ. მე ეს ისტორია ვიცი დაახლოებით 60-იან წლებიდან. იმიტომ რომ მაშინ დაიწყო საბჭოთა, როგორც მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი იყო და არ იყო მიზანშეწონილი ის თანამედროვე ჟღერადობა მუსიკის, რაც ხდებოდა საზღვარგარეთ ქვეყნებში. მაშინ ჩამოყალიბდა ბიტლები ანსამბლიც და სახალხო საიდანაც პოულობდნენ ამ ჩანაწერებს და უნდათ რომ დამსგავსებოდნენ მათ და ეს კულტურა, ესტრადის კულტურა ჯერ არ იყო შემოსული. მე ნელა ყალიბდებოდა, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს ორი ანსამბლი მაშინ ჩამოყალიბდა, რევა ჩამოყალიბდა მაშინ ანსამბლი ივერია შემდეგში, მე 75 და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ჩვენ რაიონში ძალიან სწრაფად აითვისეს და აიტაცეს ეს თანამედროვე შემოქმედებითი ეს კულტურა, ესტრადა, რასაც ერქვა. მანამდე პატარა ექსკურსს გავაკეთებ. იყო ასეთი რაღაც ჯგუფები ხომ სასულე მუსიკა ერქვა, მე კარგად მახსოვს, რომ ეს ცოტა იქითაც გადმოვიდა და უკვე ხანშესული ხალხი, რაღაც დიდი ბარაბანი, კიტრობა, საკრავები, რაღაც ის საქსაფონი რაღაცები უკრავდნენ და ესე კონცერტებშიც დადიოდნენ ხოლმე ის ხალხი, მაგრამ არა ის დურგან მომდა დუდუკი, ეს ხო ჩვეულებრივი რაღაც ესეთი ჩასაბერი ინსტრუმენტები. მე ვთქვათ, ძირითადად ეს ხალხი ფლობდნენ ისეთ მუსიკებს, რაც უფრო საყოფაცხოვრებაში გამოიყენებოდა, თქვათ, გასვენებებში, მიცვალებულს ამ ბოდიში ასე სლენგს ვიხარ, თუხოი მუსიკით აცილებდნენ, ხო, ესე და უკან ვიზდევდნენ და უკრავდნენ და რაღაც, კონცერტებში და სხვა ასეთი თემა არ არსებობდა, არსებობდნენ რაჩენი დორი, გარმონი და რაღაცა, ხო. აი უკვე 60-იან წლებში, როდესაც წამოვიდა ეს თანამედროვე ჟღერადობა, რასაც ესტრადა ერქვა, ეს დაერქვა, ხო, თანამედროვე. პირველი ავიტაცეთ კასპში ეს ხდებოდა 60 და ალბათ 2-3-4 წელი. იმიტომ რომ მე ანგარიშობ ისე რომ ის პიროვნებები, ვინც პირველი ანსამბლი შექმნეს კასპში, მე ჩამოთვლი აუცილებლად. იყვნენ 44-45-ში დაბადებულები. იყვნენ ალბათ ეგრევე ანგარიშობ 18-19 წლები იქნებოდა 63 წელში, 70 წელში. დაახლოებით ეგრევე წელს. ეს ბიჭები, ჩემთვის ბიჭები. იყვნენ ძმები იყვნენ ასეთები, რობერტი და ალიკა პეტრიაშვილები. მაშინ ასე იწოდებოდა ძმები. პეტრიაშვილები, ძმები პეტრიაშვილები. დიახ. მათი შვილი ახლა ყველა ვიცით, ლელა ხო? მათთან ერთად იყო ეს ბიჭები, სხვათა შორის ორივე ჩემს ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ჩემო ბნელები იყვნენ, აგერ ანტონოვსკაიას ქუჩაზე და აქვე ცხოვრობდა ჩემი ბიძაშვილი, გივი მენაბდიშვილი, თავისი კლიჩკა ჰქონდა, ხო გივის ეძახდა, ხო? ეს ბიჭები სწავლობდნენ თან გორის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. და იქაც დაიწყეს დაკვრა, იქაც შეიქმნა პირველად ანსამბლი. და პარალელურად კასპში დაიწყეს დაკვრა. ესე იგი, გივი მენაბდიშვილი უკრავდა ბას გიტარაზე,
დრამზე, ანუ უდანი ქექვია ერქვა მაშინ, დრამზე უკრავდა ალიკა პეტრიაშვილი, სოლო გიტარაზე უკრავდა რობერტი, მისი ძმა. ხო, კლავიშზე უკრავდა თუ არ ვცდები მაშინ ჯობაძე ზურა იყო ასეთი პიროვნება. კიდევ უკრავდა კლავიშზე შუბითიძე თამაზი, რომელიც ახლა ცოცხალია, ერთი კაცი დარჩა იქიდან როგორც უცი ცოცხალი. იმ ჯგუფიდან. ერთად დიდხანს აცოცხლეს თამაზი შუბითიძე. ხო, მერე ეს 4 კაცი თუ 5 და დაიწყეს მათ შექმნა რაღაც ისეთი სავსე ესტრადისა, რასაც მათ უკრავდნენ ან ტვისტები და რაღაც ეგრეთი მუსიკები იყო და ახალგაზრდობისთვის ეს იმდენად უცხო ჟღერადობა იყო, რომ მთელი ახალგაზრდა ახლა მაშინ 5-6 წლის ბავშვი ვიყავი, რასაც მომეწევს ვცვლაპარაკობ, მაგრამ მე ხო ვიცი გადმოცემით რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა. ამათ შექმნეს ეს ანსამბლი და თქვენ წარმოიდგინეთ პირველად რომ კაცში დავინახეთ რა იყო გიტარა, რომელიც დეზე იყო შეერთებული, ხო, უცხო იყო ყველასთვის, მაყურებლისთვისაც, ხალხისთვისაც. აქ იმდენად იყო საქართველოში ეს დაბლოკილი, რომ მახსოვს გივი მენავდიშვილი მოსკოვში წავიდა და იქიდან იყიდა გიტარა და იქიდან ჩამოიტანა. გიტარა იქიდან ჩამოიტანა და ესეთი რაღაც ასაცმელი ჩაიცვეს მაშინ ვიწრო შარლები და რაღაც ეგეთი. შლაქსი შარლები. ჯერ ვიწრო მე შლაქსები შემოვიდა მოდაში და ეგეთი რაღაც ჩაცმულობის სტილი ცხანაერი იყო, დიახ. თმების მოშვება გრძელი თმები და ხო ეგეთი რაღაცა. ნუ ეს მე ნელ-ნელა უკვე გადადის თაობებში რა. ამის მერე მოდის წინვალე თაობა უკვე, აი მართლა რაც ამ წინვალე თაობა ქვია. იწყება შემოდის უკვე ახალი ბენდი იწყება. თენგიზი აბდუშელიშვილი ბას გიტარაზე. ნუკრი გიგოლაშვილი, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრი იყო, მამაჩემის დიშვილი იყო, პირველი დრამერი იყო ალიკას მე, დრამზე ის უკრავდა. იყო გოგი არზიანი, რომელიც კონტრაბასზე უკრავდა. მაშინ კონტრაბასიც ისეთი ინსტრუმენტი იყო. ხო, იყო უწყინვალესი მუსიკოსი, რაც ეგეთი მუსიკოსი კაცს ბევრი არ ყოლია. შალო ტატიმოშუს თელი საქართველო იცნობდა, როგორც წინვალი კლავიშნიკს, ანუ ორღანზე უკრავდა და თან გარმონზე და აკარდიონზე. მინდა დავუმატო, რომ ეს კაცი, ეს ბიჭი იყო მაშინ ხელმძღვანელი, იმიტომ იმდენად თვითგანათლებული იყო, თქვენ წარმოიდგინეთ და იმდენად ფლობდა ინსტრუმენტს, რომ თავის საკუთარ სიმღერებს წერდა და ძალიან ისეთი უმჭირესი განათლებული კაცი იყო, თქვენ ჩემს თაობას, ჩემს უფროს თაობას ძალიან კარგად ახსოვს შალო ტატიმოშვილი. სუხიშვილებში უკრავდა აკარდიონზე და რაღაც. ხო, ჯემალი ყაზარაშვილი, ოპერალი. უნიკალური ხმის პატრონი ტარილი გურგელიძე. და მომღერალი ყავდათ გოგონა მანანა ყაზარაშვილი. ჯემალის და იმ პერიოდში მანანა თაობა იყო, მანანას თაობა იყო. და ამას დაემატა ახალი ჩამოსულიყო მამაჩემი. მაგასაკში მამაჩემი იყო დაახლოებით ალბათ 40 წლამდე. აი, რომელი ასაკსაც ახლა ასაკსაც ვლაპარაკობ. მამაჩემი უფრო ხელმძღვანელობდა სიმღერებს აკეთებდა, ინასაკეთებდა და ესენი ინსტრუმენტებზე უკრავდა. ყველა ისეთ საკმაოდ განთქმული ანსამბლი იყო და აქედან დაიწყო უკვე სახელის დაქმნებაც. ანსამბლს დაერქვა მეგობრობა. სახელად დაერქვა მეგობრობა. მაგრამ ერთი ამით გამორჩა კიდე მინდა ჩავამატო, რომელიც არავინ არ იცის კაცს შეიძლება ჩემს ვეცდეს იქნება ექსკლუზივი. აი ორ ანსამბლს შორის მანამ ეს მეგობრობა ჩამოყალიბდებოდა. შეიქმნა 4 კაციანი ჯგუფი. ბენდი, ასე ახლა ბენდს ვიტყვი ხოლმე, იმიტომ არის მისასწავლი. ბენდი. იყო ნუკრი გიგოლაშვილი, თენგიზ აბდუშელიშვილი, ტარიელი არ იყო უკაცრავად ვიტყვები, შალო ტატონაშვილი და ერთი ბიჭი იყო ქსნელი, თამაზი ერქვა, თუ არსები ელკანიშვილი იყო ყვარად. ხო და ახლა ჩემ ოჯახში ბევრჯერ მოდიოდნენ, იმიტომ ეს ნუკრი გიგოლაშვილი
ჩვენ ოჯახში გაიზარდა, მამაჩემმა გაზარდა და ეს ბიჭები ჩვენთან იყვნენ ხოლმე და საერთოდ ვიცი ეს ისტორიები უფრო მეტად. და რა დავარქოთ და რომ გადახედეს ერთმანეთს ამოთხოვნები იყო 4-ის ჰქონდა ცისფერი თვალები. და პირველად ანსამბლს დაერქვა ცისფერ თვალება. და პირველად რო დაუკრეს კონცერტზე რო გამოვიდეს ახლა ულამაზეს 19-18 წლის ბიჭები და 4-ის ცისფერი თვალები ჰქონდათ და თენგიზი ახლა მერფადი ხანსაც ცოცხალია შეხედეთ ცისფერი თვალება. ულამაზესი კაცია ხო? აბდუშელიშვილი იმასამდე ეს არის შემოჭი. მათაც ჰქონდათ პატარა 1 წლიანი თუ 2 წლიანი რაღაც პატარა პერიოდი, რასაც უკრავდნენ, რაღაცებს ხედავდნენ. შემდეგ მოდის ეს მეგობრობა უკვე სერიოზული ასაბელია უკვე სადაც მე ჩამოვთვალე, მათ უკვე კონცერტები ბორჯომშიც ჰქონდათ გასვლები. ხო, არ დამამწასე, მათ ყავდათ ერთი უნიკალური მუსიკოსი იყო ის კაცი ვალიკო პაპალაშვილი. ასეთი გვარი კაცი იყო, რომელიც რეროში უკრავდა ტრუბაზე, საკრავზე, ჩასაბერ ინსტრუმენტზე. და რო ჩამოვიდა აქ, მე მოვიდა ანსამბლში და უნიკალურად უკრავდა ჩასაბერ ინსტრუმენტზე და რაღაც ისეთი ძალიან უცხო ჟღერადობა იყო, აგერ კონტრაბასიც იყო, ისიც იყო, ტრუბაც იყო, ბას-გიტარაც იყო. ახლა ინსტრუმენტებს საიდან ძიებდნენ, ერთი საკითხი კიდე ხასაჩოულობე. მე შემდეგ მოდის ის პერიოდი, რომ უკვე ამასაბლმა უკვე მეგობრობა საკმაოდ სახელი გაითქვა და ნელ-ნელა ხდება გოგი აღარ იყო არზიანი, ეს ვალიკოც აღარ იყო, მამაჩემი უკვე მაშინ კულტურის გაყოლების გამგედგანში უკვე 70 წლებში უკვე აღარ ქონდა მაგისი დრო და შეიქმნა ანსამბლი ფანტელი. რომელიც დიდი ხანი იყო მაგ სახელით. ფანტელის ასახელით. აქ უკვე ემატება უკვე ცოტა ახალი თაობა, მაგრამ ეს ფანტელი შევისებოდა და ახალი თაობა ის მეგობრობა ვის ჩამოთვალეს 5 კაცი ვინც იყო დარჩენილი 6 კაცი. მე პატარა ისტორია მინდა მოყვე. მაშინ ქერქაძე იყო რაიკომის დივანი. კაცი რომელმაც კასპი ნახლა გაალამაზა აყავა და თურმე გააკეთა იმ პერიოდში კასპისთვის იყო კაცი სააკაძე ძეგლიც მისი ინიციატივით დაიდგა. ვალერიან ქერქაძე და მანდ ცხოვრობდა ეს კაცი. ბინები რო ვარ კლუბის კულტურის სახლს ერთ საღამოსაც როდესაც გაიგო ღამე ხა გამოიხედა ევანსი და გაიგო ანსამბლის და ჩავიდა და დაждდა რეპეტიციებს ესწრებოდა ეკონომის დივანი ხო რაში დიდი კაცი იყო ხო და ეს რეპეტიციებს და რომ მოусმინა დაუძახა ბიჭო მოთავაზ რა ხდება და ხვალე ოპერაში გქონდა კონცერტი ბიჭო ანუ ის იმდენად გათხოვილი იყო რაც მოგაყოლეს სასაბლი უკვე რომ მიწვეული იყო ოპერაში რაღაც საესტრადო სიმღერების კონცერტი იყო ხო და მე რომ ასე მიდიხარ თო და ხო აბა როგორ წავედი და დაურეკა მაშინ გასოს მამაჩემის ზეგოთ მონაყოლი რომ ასეთი იყო რაიკაშვის თავმჯდომარე და უთხრა რომ ხვალ დილას 11 საათზე მე აქ ვიქნები და სულ ყველა უნდა ჩაცმული იყოს ერთ ღამეში დილით კი არა ღამეში გაიხსნა ყველა საწყობები თუ უნივერმაგისა თუ იმასა და დილით სულ ყველა 11 საათზე ჩაცმული იყო გასკიდან დაწყებული შავარ კოსტუმი ჰალსტუხი ტუფლები პერაგი და ყველაფერი. და გააცილა და უთხრა რომ ჩამოხვალთო. ეხლა ვეღარ მოვასწრებთ ინსტრუმენტებს დაგახვედო და რო ჩამოვიდა ინსტრუმენტები უკვე ნაყიდი მქონდათ ამ ბიჭებს. ეს ხდება ჩემ ქალაქში, ცით და ეს ისტორია ძალიან ბევრმა არ იცის. შემდეგ ხდება ნელ-ნელა ანსამბლი, ხო, რა მინდა თქვა რომ ორი კულტურის სახლი არსებობდა გასვში. ერთი იყო სარაიონო, რომელიც საზაფხულო კლუბი იყო. ის იყო სარაიონო. ეს ხო ცალკე კულტურის სახლი.